Так, მეგობრებო, კარბონს ვანახლებთ, ასე რომ ვთქვათ, იმიტომ რომ პრობლემა ქონდა ამ კარბონს. დამწვარი იყო იქიდან გამომდინარე, რომ არასწორად იყო დამუშავებული, ლაკიც არასწორად იყო დასხმული. აი ხედავთ, აი ამ ადგილს, მეორე აი ეს და პირველ ადგილს, იქიდან გამომდინარე ამ ადგილებში იყო პირველი აცვენა, რის გამოც მზისგან აი ესე დაიწვა, ეს უნდა ავადგინოთ, რომ აი ეს სიყვითლე არ დაიტოვოს. ერთი იქ, მეორე იქ, ნუ მომხმარებელი თავს იკავებდა იქიდან გამომდინარე, რაც მე მანქანის თლიან ვიზუალი, რაც მე გადავხედე, რაც მე ვნახე იქიდან გამომდინარე, იმიტომ იკავებდა თავს, რომ იყო ეს კარბონი განახლებული, უბრალოდ თვითონ შედეგი ვერ ნახა, თვითონ მომხმარებელმა და უბრალოდ დაიღალა. ხელოსნებში სიარული დროის წელვით, რომელიც შედეგს ვაფშე არ იძლეოდნენ. იქიდან გამომდინარე ამ მანქანაზე კიდე კარები აქვს განაკეთები, იქეთ ამ მხარეს ძალიან უშნოთ აი ეს კარები, რომელიც ხლა არის შეფუთული უბრალოდ განახებ მის მდგომარეობასაც. ნუ ჩვენ გადავწყვიტეთ მე სამომავლოდ ამ კარების გაცოცხლებასაც, აი ხა განახებ. აი ესეთი მდგომარეობა აქვს, ასეთი მდგომარეობა აქვს კარებს. ესეთი მდგომარეობა აქვს კარებს. აი ესეთი მდგომარეობა აქვს აი ამ კარებს. წინა ბამპერზე კიდე სადაც სკოჩით მივა კარი და ავაწერი ფაქტიურად არა და ლაკი აიყოლა სკოჩმა, იქიდან გამომდინარე, რომ ეთყობა ქვედა ბაზა არ იყო ბოლომდე დამშრალებული, იყო სველზე გადალაკული, აი ეს პროცესი აქვს ზუსტად, აი მაგიტომაც ზურება ხედავთ კიდევ სუმატოვია ბამპერი ძალიან საშინელი მდგომარეობაში აქვს, როგორც აი შეხედეთ, აი ეს რა არის. აი ეს რა ვიცი, აი არ ვიცი, მოკლედ ასეთი ცუდი ნაკეთებობა აქვს ადგილ-ადგილ, რომელიც გადავწყვიტეთ. კარბონის მერე ვიცი, რომ მომხმარებელს უეჭველი მოეწონება, რომ მთლიანი ვიზუალი განვაახლოთ, გაუმჯობესოთ, ასე რომ ვთქვათ, და შედეგით რა თქმა უნდა მივიღოთ. დავიწყებ ხა კარბონიდან კარბონს რა თქმა უნდა ხლა. დავამუშავებ, გადავწმინდავ აი ამ ტურებსაც პატარა ტურები რაც აქვს, ნაგავსაც ავიღებ სულ ყველაფერს და დავიწყებ მისი დამუშავებას და დასხმას, რომ დავაცხავ რა თქმა უნდა შედეგსაც განახებთ. და ვნახოთ რას მივიღებთ, ძველი დიოკი ნახეთ რას გავდა თვითონ კარბონი. ეხლა ვნახოთ ჩვენ რას ვიზავთ და რას გამოვიყვანთ ან ლამას კარბონისგან. აი ეს დამწვრები როგორც ხედავთ, იმიტომ თავი დროზე უნდა მიხედოთ ხოლმე კარბონს, როცა იწყებს ლაკის აყრას, რომ აი ესეთი პრობლემა არ ქონდეს. ეს არის მზის დამწვრისგან, რა უკვე მზემ დაწვა თვითონ ხო ნაქსოვია კარბონი და აი ეს რო იწვება ზუსტად აი ეს ეყვითლდება და მე ვერც ლაკი ვერ უშველის, ვერც ვერაფერი ვერ უშველის და სანამ დროა და ამ პრობლემის ქვეშ არც ერთი არ ხართ, ფაქტიურად მიხედეთ თავის დროზე. დასრულდა მოკლედ. აი ესეთი გამოვიდა. შუქიანათებს იმდენად არა ჩანს მოკლედ ლიანი კარბონის ეფექტი. შუქებს ჩავაგრებ ნახევარს, ეფექტურად დავიჭიროთ მოკლედ ლიანობაში. აი ესეთი როია გამოვიდა მოკლედ კომპლეტ. იქიდან გამომდინარე გახსნა მდგომარეობაში იყო. აი ეს სტრუქტურებიც კი შიგნით ყველაფერი იყო დაზიანებული, ეს კარბონის და ყველაფერი გამოვიდა იდეალურად როგორც უნდა გამოვიდეს, როგორც უნდა იყოს კარბონი მოკლედ. აი ესე, დანარჩენს კიდე გარეთ გადავიღებ, რომ გავა გარეთ მანქანა. მოკლედ მეგობრებო, დასრულდა კრიშა. შევღებეთ, მოვალოდებით მომხმარებელს ჩავაბაროთ, გახსოვთ დამწვარი როგორ ქონდა აი ამ ადგილას, იქეთ ამ მხარესაც. მოკლედ, ხაველოდებით მოვა წაიღებს, წაიყვანს თავის ხუთინელ ავტომობილს, მერე უკვე პოლირება დაჭირდება, პატარა მტრებიც აქვს ადგილ-ადგილ, არავის არ ეგონოს რომ დაპოლირებულია ეს კრიშა ან რაღაცა. განახებთ მტრებსაც, ეგ რომელშიც ანალოგიურად ვღებავდი ანალოგიური. აი ეს მტრები აქვს პატარა, რომელიც უკვე პოლირება ჭირდება და დანარჩენი უკვე ყველაფერი პოლირება გაასწორებს ამ სულ ყველაფერს და დანარჩენი აი ესეთი გამოვიდა იდეალური. გარეთაც გადავიღებთ, აქ ხა ისეთ შუქებია, რომ თუ რამე ნაკლი აქვს და დეფექტი აქვს, ეგრევე ჩანს და დანარჩენი კიდე რა თქმა უნდა, რომ პოლირების მერე ბევრად დაიხვეწება, იმიტომ რომ თვითონ
კარბონს ისეთი სტრუქტურა აქვს, რომ იქიდან გამომდინარე, ბევრი ისხმევა, რომ აი ესე განახებ დაზიანებულ ადგილას, აი ესეთ აი ეს თვითონ ბაწარია ლაქს რო იწოვს, ცოტა ფორმას, აი ესე შაგრენს ცოტა იუხეშებს, რის გამოც მე ჭირდება გაშლა, დაპოლირება, რომ ეს ყველაფერი შაგრენი და ეს ყველაფერი მივიღოთ მაქსიმალურად იდეალური. ეხლა ეს ეტაპი ამ ეტაპზე ვართ, ამით დავასრულეთ ჩვენი სამუღებრო სამუშაოები და დარჩა პოლირება. პოლირებაზეც კიდე რო გავა 3-4 დღე უკვე პოლირებაზეც კიდე მიიყვანენ და ამ ყველაფერს ლამაზად ბევრად უკეთესად კიდე დაიხატება. ხოლმე მომხმარებელს გავატანოთ, ნახოთ როგორ ჩაიბარებს, როგორ მიიღებს, რა ემოციებში დახვდება თავის კუთვნილ ავტომობილს. აქ მოვედით M6-თან დასრულებული პოლირებით. ბიჭებიც მოვიდნენ, ნახოთ რა სიტყვიან, როგორ იტყვიან, როგორ ჩაიბარებენ. იდეალური იდო ბიჭო ხო არ გადაო. აბა რა სიტყვი? Arunzi, meno trija. Like. და ლაიქეთ გამოიწერეთ ჩემ YouTube არხი, მოკლედ მომავალ შეხვედრამდე ჩემო მეგობრებო. სტრუქტურას უკლელად გადადის. საორვალე, ვალესაც ლაიქი.